ფიქრი და ზედმეტი ფიქრი და ტვინის ასე ვთქვათ დაძაბვა და ტვინის ინტელექტუალური მუშაობა ვერანაირად ვერ გახდება არავითარი სამეცნიერო მონაცემები არ არსებობს რომ ეს გახდეს მაგალითად შფოთვის ან დეპრესიის მიზეზი არანაირად თუმცა ერთი მხარე არსებობს ბოლო პერიოდში აღმოჩენილი და თუ ვინმე მკითხავს აი ნეირომეცნიერებაში ყველაზე უფრო დიდი აღმოჩენა ბოლო პერიოდში რამე გაშინია მე მგონი ეს არის ტვინის პლასტიკურობის ფენომენის აღმოჩენა ანუ ტვინს შეუძლია სტრუქტურულად ასე მორფოლოგიურადაც კი შეიცვალოს და შემდეგ მისი ფუნქციებით შეიცვალოს და გარემოზე ვთქვათ თავისი ახალი პასუხები ჰქონდეს. მაგრამ მე არ მგონია რომ ჩვეულებრივი ფიქრი და ბევრი ფიქრმა, ასე ვთქვათ, შეცვალოს უარყოფითი კუთხით ადამიანი ერთადერთი რაც არის რომ ხშირ შემთხვევაში როდესაც შფოთვითი აშლილობა იწყება ან კიდე დეპრესია ხანდახან ადამიანები გაცილებით უფრო მეტხანს ფიქრობენ ხოლმე რაღაცა აკვიატებულ იდეებზე ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს ზოგადად ფიქრის შედეგად ან ბევრი ფიქრის შედეგად გამოწვეული პრობლემა არის არა ეს არის პრობლემის შედეგად დამდგარი თუ შეიძლება ასე თქვას კლინიკური მდგომარეობა ამიტომ პასუხი ისე რომ რამე ფიქრი და ზედმეტი ფიქრი და overthinking-ი იწვევს რაიმე მენტალური ტიპის პრობლემას მე მიმაჩნია რომ არასწორი არის მაგრამ მენტალური ტიპის პრობლემების ერთ-ერთი დამახასიათებელი არის აკვიატებული აზრები და ბევრი ფიქრი ფუჭი თუნდაც ფიქრი რაღაცა გარკვეულ საკითხებზე ეს უკვე სხვა ამბავი არის, მაგრამ ის რომ ამას იწვევდეს ნაკლები